გორში შეხვედრა ქართული საეკლესიო გალობა 19 საუკუნის გორის სასწავლებელში გაიმართა. შეხვედრას ლოტბარი ზურაბ წკრიალაშვილი წარუძღვა. თრიალეთთან საუბრისას ზურაბ წკრიალაშვილმა აღნიშნა, რომ 19 საუკუნის გორის ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის შესახებ კვლევები ნაკლებად მოიპოვება. დღეს შეხვედრა იყო გორელ საზოგადოებასთან. მომხსენებელი ვიყავი მე, სადაც გორელ საზოგადოებას წარუდგინე ჩემი საკონფერენციო თემა, რომელიც ეხება 19 საუკუნეში გორში მოღვაწე სასულიერო და საერო პირებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ მუსიკის სფეროში, კონკრეტულად საეკლესიო გალობის მოღვაწენი და დამსახურებული მასწავლებლები. ამას ეხებოდა ჩემი თემა და ეს ამ კუთხით კვლევები არ გვაქვს ესეთი დიდად წარმოდგენილი, ამიტომ ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო ჩემი მოხსენება. საუბრის თემა 19 საუკუნეში მოღვაწე გორელ საერო და სასულიერო პირებს შეეხო, რომლებიც მოღვაწეობდნენ მუსიკის სფეროში, კერძოდ საეკლესიო გალობასა და ქართულ ფოლკლორში. ძალიან საინტერესო საღამო ჩატარდა, ძალიან საინტერესო ლექცია მოვისმინეთ ჩვენ 19 საუკუნის მუსიკალურ ცხოვრებაზე, კერძოდ ფოლკლორზე. საგალობლებზე მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ზურაბ წკრიალაშვილს, ძალიან დიდ საერო საქმეს აკეთებს, ძალიან ღრმად იძიებს შიდა ქართლის მუსიკალურ ფოლკლორს, წარსულს, აწმყოში ძალიან ხარში უდგას ქალაქს, შესანიშნავი ფოლკლორული გუნდი ყავს, ვაჟთა გუნდი რიხი და ძალიან მაღალ დონეზე აკეთებს მივიწყებულ რეპერტუარს, რაც დიდი ხანია სცენაზე აღარ შესრულებულა, ბევრი დავიწყებული ქონდა, ბევრი ძალიან საინტერესო არქივიდან ბევრი საინტერესო მუსიკალური მასალა მოეწია და დღეს ამ მასალას თავის გუნდს ამღერებს, ისე რომ ის გაეცნობა მის შემოქმედებას, მის მოძიებულ მუსიკალურ მასალებს თუ ისტორიას, ვფიქრობ, გულგრილი არ უნდა დარჩება და ძალიან ბევრ რამეს შეიტყობს, რა იყო წარსულში, რა გვაქვს აწმყოში და რა უნდა გქონდეს ჩვენ მომავალში. შეხვედრის პარალელურად შესრულდა ქართული ხალხური სიმღერებიც.